Calma! Jos! Calma! Jos! Calma! Jos! თავსა როგორ გწოდობ ძმაო? ახლა ცოტა მსუქანი ვარ, მაგრამ შესანიშნავად. ერთი წუთი ცოლი უნდა გიშონოთ, როგორმე უნდა დაგაოჯახოთ. ასამო, შენ ვერ მიმპოვე, ჩემ ცოლ შენ ვერ მიმპოვი ძმაო. ეს მე თვითონ უნდა გავაკეთო. როგორი გოგოები მოგწონს? შენ ტიპაჟი როგორია? ეგორი სხვადასხვა რამეა. ლამაზი ქალი, გასაგებია რომ ყველა მიყვარს. მაგრამ როცა ცოლზეა საუბარი, იქ უკვე სულს ვეძებ. გესმის? ჩემთვის მისი მენტალიტეტი და წარსულია მნიშვნელოვანი. ერთგულია ტრადიციული ქალი მინდა ცოლად. რამდენი წლის ხარ ახლა? 35-ის. არ ვიცი ნახე თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ არმა ცარუკიანმა ინტერვიუში თქვა, თუ 25 წლამდე გოგოს ვერ იპოვე, მორჩა, შენი საქმე წასულიაო. ამაზე რა სიტყვი? იმედი გაქვს რომ ცდება, ხომ? არ არის მართალი, რა თქმა უნდა ცდება ძმაო. ადრე სხვანაირად იყო, ახლა კი კარიერა გვაქვს, სხვა საქმეები გვაქვს. გოგოებსაც აქვთ კარიერა, ხომ ხვდები არა? ადრე სხვა გასართობი უბრალოდ არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ადრე დაოჯახება აუცილებელი იყო, განსაკუთრებით გოგოსთვის. აი მაგალითად, და ან შვილი რომ ყავდეს, მირჩევნია პირდაპირ გათხოვდეს. არ მინდა ეს პაემნებზე სიარული და ერთი ამბავი. მირჩევნია ადრეულ ასაკშივე პირდაპირ ოჯახი შექმნას და კარიერას მერეც მიხედავს, არა? როცა ოჯახი გაქვს, მერე ყველაფერი უფრო მარტივადაა. მე ასე ვისურვებდი, მაგრამ ეს ცხოვრებაა და არასოდეს იცი რა მოხდება. ჩემი დის შემთხვევაში, ან მაშინ როცა შვილი მეყოლება, ვინ იცის ცხოვრება საით წაგიყვანს. უბრალოდ ჩემი დისთვის, შვილისთვის ან ჩემი ახლობელი გოგოებისთვის ასე მირჩევნია. ჩვენ ხო ვიცით ეს ცხოვრებაა. ვიცით რა რთულია ყველაფერი და ჩვენ კაცებმაც ხო ვიცით როგორები ვართ არა, ხო და მაგიტომ მირჩევნია პირდაპირ გათხოვდეს და ოჯახი ჰქონდეს. გოგო გირჩევნია თუ ბიჭი რომ ყავდეს, მნიშვნელობა არ აქვს. გოგოებიც, ბიჭებიც, ბევრი შვილი მინდა. ბევრი რამდენია? მინიმუმ რამდენი გინდა რომ ყავდეს? 10. 10 ნამდვილი მანქანა ხარ. აი ესაა ნამდვილი მანქანა. შვილებზე რა სიტყვი გინდა რომ ჭიდაობაზე შეიყვანო თუ გირჩევნია ის აირჩიონას თვითონ მოუნდებათ. რაც უნდათ ის აირჩიონ, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა თუ რომელიმე საბრძოლო ხელოვნებას აირჩევდა. განსაკუთრებით MMA-ს ან ჯიუ-ჯიტსუს. ნანა რომ ჯიუ-ჯიტსუზე ადრეულ ასაკშივე არ შევედი, რადგან ძიუდოზე ადრევე დავიწყე სიარული. ჯიუ-ჯიტსუ საუკეთესოა. სულ რომ სხვა არაფერი აკეთო, თუ ჯიუ-ჯიტსუ იცი, ყველაფერი კარგადაა. სადაც გინდა იქ გაივლი, შეგიძლია ხალხი დაახრჩო. და იცით რა, არასოდეს აგვიან. თქვენს გეუბნებით, ვინც ვარჯიშობთ, ან არ ვარჯიშობთ. ჯიუ-ჯიტსუსთვის გვიანი არასდროსაა, ჯობს გვიანი ვიდრე არასდროს. მთელი ცხოვრება შეგიძლია სწავლა, განვითარება და ვარჯიში. თან ძალიან კარგია. არასდროს მოგწყენდება. აი თქვა დღეს მე დაგამარცხებ, ხვალ შენ. ყოველ დღე ახალი გამოწვევებია. სულ უკეთესი ხდები და მეც რა თქმა უნდა ყოველ დღე უმჯობესდები. მაშინ ეს მითხარი, ქუჩის ჭუბში ვინ გაიმარჯვებს? ის ვინც ძალიან მაგარი მოკრეია, მაგრამ ჭიდაობის საერთოდ არაფერი გაიგება, თუ ის ვინც მაგარი მოჭიდავია და დათქმების საერთოდ არაფერი იცის. ეგ ადამიანზეა დამოკიდებული, ხომ ხვდები არა? შეიძლება ფეხბურთელი იყოს, მაგრამ თუ გული აქვს და შემსავით გიჟურად ჭუბობს, ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ მე მაინც ყოველთვის მოჭიდავეს ავირჩევდი. მგონია რომ სტატისტიკურად უფრო ხშირად მოჭიდავეები იგებენ. თუმცა მაინც პიროვნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება მებრძოლი საერთოდ არ ხარ, მაგრამ გააჩნია რამდენად გინდა ის მოგება და რამდენად გიჟი ხარ. ხო ხვდები რასაც ვამბობ, თავარია გული, ხასიათი და კონკრეტული სიტუაცია. იცი რამ დამაინტერესა ძმაო, ხედავ რომ ჯიუ-ჯიტსუ ძალიან გიყვარს და მეც მისი დიდი ფანი ვარ. შენი აზრით რა ხდება? აი მაგალითად ჯიუ-ჯიტსუს უამრავი მსოფლიო ჩემპიონი გამოდის UFC-ში. მაგალითად როდოლფო ვიერა, მარკოს ბუშეშა და სხვა უმაღლესი დონის ჩემპიონები, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ აღწევენ. შენი აზრით რა აკლიათ ამ ჯიუ-ჯიტსუს ოსტატებს? შენ რამდენიმე სახელი აღწევენ. ეგ ბიჭები ჯიუ-ჯიტსუში ძალიან მაგრები არიან, მაგრამ აიღე მაგალითად ხამზად ჩიმაევი. ვიცით რომ კარგი მოჭიდავია, მაგრამ შეიძლება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი არ იყოს. საქმე ისა რომ ჭუბისთვის სულაც არ გჭირდება, რომ ჯიუ-ჯიტსუში მსოფლიო ჩემპიონი იყო. უბრალოდ საბაზრო ჯიუ-ჯიტსუს კი საკმარისია ამისთვის. შეიძლება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდე, მაგრამ MMA-ში არაფერი გამოგივიდეს. ჩვეულებრივ მოჭიდავე კი ძალიან მაგარი აღმოჩნდეს. ხო ხვდები რასაც ვამბობ?
ეს ხალხი მის ჩამოთვალე ჯიუ-ჯიტსუში ძალიან ცნობილები არიან, მაგრამ MMA-ში წარმატებას ვერ მიაღწიეს. ალბათ იმიტომ, რომ უშუალოდ MMA-ს უნარები არ ეყოთ. თუმცა ზოგადად ჯიუ-ჯიტსუ ძალიან მნიშვნელოვანია. მეც არ მაქვს სრულყოფილი სტრაიკინგი. ხაბიბსაც არ ჰქონდა განსაკუთრებული დარტყმები. ბევრია ასეთი, თუ კარგი ჭიდაობა და გრაუნდ გეიმი გაქვს, საქმეს მაინც გააკეთებ. შენი მოგიბათა სერიების დროს იყო იდმე ესეთი მებრძოლი, ვისთან ჩხუბიც გინდოდა? არა, ეგეთი რამე არ მახასიათებს. არასდროს მიფიქრდი ან ეტავ პრაიმში მყოფ ჯორჯ სენტ-პიერს ან დემეტრიუს ჯონსონს შეხვედროდი. მე ასეთი არ ვარ, ვინც ჩემს დივიზიონში საუკეთესოა, მასთან მინდა ჩხუბი. კოდი სენტენგენიოსა დაუმასხე, უკვე ყველაზე მაღლა ვიყავი. ფაქტობრივად ყველა მყავდა ნაცემი. აღარავინ იყო დასჩენილი, მაშინ ვთქვი, პიოტრიანი ყველაზე მეტად იმსახურებს ჩემთან ბრძოლას. რატომ ავირჩიე ის? იმიტომ რომ ყველაზე მეტად მას ეკუთვნოდა სადიტულო ბრძოლა. ვიცოდი რომ ყველაზე სახიფათოც იყო, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ვინც იმსახურებს იმ მომენტებში ჩემს ზონაში ბრძოლას, მასთან ვიჩხუბო. წარსულში არ ვიყურები, ბრიუსლი იქნება ეს თუ სხვა. დიახ, ვიცი, ვინც იყო ბრიუსლი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. შუაღამის 3 საათზე რომ გამაღვიძო, ყველაზე ცუდ ფორმაშიც რომ ვიყო. ბრიუსლის მაინც მოუგებ. ბრიუსლი იმ დროს იყო პოპულარული, რაღაცეებს აკეთებდა, სწრაფი იყო, მაგრამ ჩვენს დონეზე ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ მაინც არ მინდა მასთან ჩხუბი, რადგან რეალისტი ვარ. მე ამ მომენტის ვცხოვრობ, რაც ახლა რეალურია, ის მაინტერესებს. Got it. So more real. So we haven't brought up your 20 2025 წელზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ მაშინ ტიტულზე 4-ჯერ იჩხუბე. არ გქონდა იმ მეოთხე დაცვას შეგრძნება, რომ ცოტა დაიღალე? მაინც 4 ბრძოლა ძალიან ბევრია. ახლა რომ ვფიქრობ, კი ასეა. მოდი ასე აგიხსნი. ბოლო ჩხუბის შემდეგ ცოტა დავისვენე. ჰავაიზე ვიყავი მარკ ცუკერბერგთან ერთად. მე ნიუ-იორკში შევიარე ჩემს ძველ გუნდელებთან და მეგობრებთან. იქიდან ესპანეთში ჩავედი ილიასთან, დროის გასატარებლად. მე კი ჩემს ქვეყანაში, საქართველოში ვიმოგზაურე. სულ დაძაბული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ვაჯის უნდა დავბრუნებოდი. მაგრამ ამ პაუზამ და დასვენება მის ემოქმედა, რომ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველა მეუბნება, ვაუ, რა ძლიერი ხარ. ეტყობა მართლა მჭირდებოდა ეს დასვენება. თუმცა თავს არ ვიმართლებ. იმ დროს ვფიქრობდი, რომ სულ დაკავებული უნდა ყოფილიყავი, აქტიური ჩემპიონი. რაც გავაკეთე არ ვნანობ. როგორც ვთქვი, პიოტრიანი მაშინ ყველაზე მეტად იმსახურებდა ტიტულზე ბრძოლას. ვიცოდი, რომ ის სახიფათო იყო, მაგრამ მაინც ის ავირჩიე. შემეძლო მეთქვა, ჯანდაბა მის თავს, არ მინდა მასთან ჩხუბი. მაგრამ მე მაინც გამოვედი და ვიჩხუბე. იმ ბრძოლაში არასწორი გეგმას მქონდა. ალბათ გადამწვარი ვიყავი. ტრამვებიც მაწუხებდა, თუმცა ამაზე ლაპარაკი ახლა ნამდვილად არ მინდა. უმათთან ვიჩხუბე, მაშინ ყველაზე ცუდ ფორმაში ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. დამოსამზადებელი ბანაკი თითქმის არ ყოფილა კარგი, მაგრამ მაინც მოვიგე. ჩონომალი შევხვდი მეორედ, მაშინ მართლა საუკეთესო ვარჯიშები მქონდა. არანაირი ტრამვა. დიახ, იმ ბრძოლაში მართლა მაგრად გამოიყურებოდი. ეს შედეგზეც აისახა. საინტერესოა, რადგან მასზე ჩამოვარდა საუბარი, ის ხომ ამ უქმეებზე ჩხუბობს. ისევე როგორც შენი ყოფილი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი. გაქვს აიმე პროგნოზი, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლები? როგორც წესი, ყოველთვის იმ ბიჭებისკენ ვარ, ვისაც უკვე ვებრძოლე. მნიშვნელობა არ აქვს მათთან მოვიგე თუ წავაგე. მაგრამ ახლა გამონაკლისი შემთხვევა. უმარს არ გულშემატკივრო, ფიგერედოსკენ ვარ. მინდა რომ ფიგერედო მოიგოს, თუმცა თუ გულახდილად გინდათ რომ გიპასუხოთ, მგონია რომ ისევ უმარი გაიმარჯვებს. რაც შეეხება სონგი იადონგს, ის ძლიერად უტყავს, მაგარი მებრძოლია, ახალგაზრდა და ახლა ჭიდაობაზეც ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ შონომალისკენ ვარ. ვისურვებდი რომ ომალი მოიგოს, ეს კარგი იქნებოდა. გაიხსენე კარიერის დასაწყისი, რეიტინგებში წინ მიიწევდი, გიჟი ვიჩხუბობდი, მაგრამ დენა უაითი შენი დიდი ფანი არ ყოფილა.
ას ბევრი გულშემატკივარი ყოლია, მაგრამ როგორც კი სოციალურ ქსელებში გააქტიურდი და ხალხს შენი პიროვნული მხარე დაანახვე, გულშემატკივრები შენსკენ წამოვიდნენ. რას ეტყოდი იმ დამწყებ UFC-ს მებრძოლებს, რომლებიც ახლა ცდილობდნენ სახელის მოხვეჭას? ფიქრობ შენ ეს ყველაფერი კარგად გამოგივიდა? თავიდან საერთოდ გინდოდა ამის გაკეთება, თუ ყველაფერი თავისით მოხდა? დღეს ისე დროში ვცხოვრობ, რომ სოციალური მედია უმნიშვნელოვანესია. აი თუნდაც მე ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ, აღარც ფილმებს ვუყურებ ხოლმე. მთელ დროს სოციალურ ქსელებში ვატარებ. ჩვენთვის როგორც პროფესიონალი მებრძოლებისთვის აუცილებელია სოციალური მედიის ქონა, რათა შენი თავი და შენი პიროვნება ხალხს დაანახო. სწორედ ასე პოულობს სპონსორებსაც. მოკლედ, დღეს ამის გარეშე წარმოუდგენელია. უილად არ გამხდარ ხალხის მებრძოლი. ხალხი დიდ პატივს სცემს იმას, რაც შენ 2025 წელს გააკეთე, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში დამარცხდი. ყველას ესმის ის, რაც შენ შეძელი, ნორმალური მოვლენა არ არის. ასეთი რამეები ხშირად არ ხდება. ასე რომ საღოლ შენ ძმაო. დიდი მადლობა, ძალიან ვაფასებ ამ სიტყვებს. მართლა მადლობელი ვარ UFC-ს ყველა გულშემატკივრის. ხალხის მთელ მსოფლიოდან იმდენ სიყვარულს და პატივისცემას ვიღებ, მაგრამ რომ არ ვიცი რა ვთქვა. წაგების შემდეგაც კი ჩემი მათ პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა და ჩემთვის მხოლოდ ესაა მთავარი. მიხარია, რომ ხალხი ხედავს ჩემს შრომას, სწორედ ამიტომ მინდა ჩხუბი 50 წლამდე გავაგრძელო. იმიტომ რომ ეს საქმე მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. მოდი, გულახდილები ვიყოთ. ვიცი, რომ სულ გამარჯვებული ვერ ვიქნები ამ 15 წლის განმავლობაში, მაგრამ მინდა რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. რაც მეც ვიჩხუბებ, მით მეტ ადამიანს მივცემ ინსპირაციას. ეს არის შეჯიბრის საკუთარ თავთან და სხვა საუკეთესო მებრძოლებთან. გონია რომ ყველა მასე უნდა გავაკეთოთ, ვიშრომოთ ბევრი, სულ გქონდეს მიზანი და ახალი გამოწვევები. ასე გრძნობ რომ ცოცხალი ხარ. უნდა გქონდეს რაღაცა დილით გაგვიწევს და მოტივაციას გაძლევს. თორემ თუ ყველაფერი მზადგავს და უბრალოდ იცვენებ, ასე მოტივაციას კარგავ. მაგარია, ერთ-ერთ UFC-ს მებრძოლს ვკითხეთ მოტივაციას და შთაგონებაზე და მან ასეთი ხალხი ახსენა, როგორიცაა დევიდ გოგინსი და იქვე შენს დაგასახელა. თვითონ მებრძოლები გიყურებენ შენ როგორც ნამდვილ მანქანას, ასე რომ შენი მხრიდან 50 წლამდე ჩხუბზე საუბარი, სიმართლე გითხრა, ლოგიკურიც კია. შენ სამუდამოდ დარჩები ცნობილი როგორც მანქანა. რას უნდა ელოდონ შენგან გულშემატკივრები? რამე თუ ახალი შენს შემდეგ ბრძოლაზე. როგორც იცით, ამ მომენტში ჩემპიონი აღარ ვარ და თარიღებს მე ვერ ვნიშნავ. ვერ დაურეკავ UFC-ს და ვერ ვაიძულებ რომ კონკრეტულ დროს ჩამენიშნო ჩხუბი. როცა ჩემპიონი ვიყავი, სულ ვეხვეწებოდი, რაც შეიძლება მალე მეჩხუბა. მაგრამ ახლა პიოტრიანს ველოდები. ერთი რამ და ნამდვილებით ვიცი, UFC მითხრა, რომ ტიტულზე შემდეგი ჩხუბი მე მექნება. მადლობელი ვარ მათი, რომ ჩემი შრომა დაინახეს. ახლა უკვე პრინციპული ამბავია, მე მას 2003-ში მოვუგე. მაგი 2025-ში დამჯაბნა. მაგრამ დამლეწა, სისხლი მადინა. ახლა ძალიან საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს ამ ბრძოლის ნახვა და 100%-ით ვიცი, რომ მაგარი სანახაობა იქნება. ნახოთ პიოტრიანი, როდის მოინდომეს დაბრუნებას. მე უკვე ვეგასში ვარ, ჩემს სახლში. ყოველ დღე გიჟივით ვარჯიშობ და იმედია მალე გვეცოდინება თარიღიც. მე მზად ვარ. ალბათ თეთრი სახლი ხო? არა, მითხრას რომ ჩვენი ჩხუბი თეთრ სახლში არ ჩატარდება, მაგრამ მისმინეთ ხალხო. საერთოდ არ მაინტერესებს თეთრი სახლი იქნება შავი თუ ყვითელი. კიდაც UFC Apex იყოს, ჩემთვის სულ ერთია. უпроსტად მეტა არენა, ან ჩემი სახლის უკანა ეზო. თუ ეს UFC-ა მე მზად ვარ. ერთი რამ მინდა დავამატო, ჩემი მიზანი UFC-ში მოხვედრა იყო და ახლა აქ ვარ. ჩემპიონიც ვიყავი. ასე რომ სანამ UFC-ში ვჩხუბობ, მანამ ყველაფერი კარგადაა. გამიმართლა რომ სფეროში მთავარ ბრძოლაში ვიჩხუბე, მაგრამ ეგეც უბრალოდ კიდევ ერთი რიგითი ბრძოლა იყო ჩემთვის. Apex-ში ბევრჯერ მიჩხუბია და ყველა ის მოგება ჩემთვის ერთნაირად ტკბილია. თეთრი სახლი რომც არ იყოს, რა თქმა უნდა იქ განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება, მაგრამ მაინც ერთ-ერთი რიგითი ბრძოლაა. ხანდახან ისეთ კარდებს უყურებ ხოლმე, სადაც დიდი სახელები არ არიან, მაგრამ საოცარი ჩხუბები იდება, ნოკაუტები, ფინიშები. აი ეგ ამთავარი, რაც მაინტერესებს.
არ მაინტერესებს ლოკაცია და არც თარიღი. უბრალოდ მინდა ჩემი შემდეგი ბრძოლა UFC-ში იყოს. მინდა გამოწვევა მივიღო პიოტრ იანისგან და სულ ეგაა. რას მინდა, მე მზად ვარ.